მოგესალმებით ყველას. დიდი პატივისცემით, იცით რომ ათენში უკვე რამოდენიმე წლებია არსებობს ჯგუფი ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს და ყავდა შეჭირებული ხალხი, ავადმყოფებში, რომელსაც ესაჭიროებოდა საქართველოს წაყვანა და ფაქტიურად ვერ ვახერხებით მათ წაყვანას. კი გვაქვს პროგრამა საკონსულოს, მაგრამ როდესაც ძიმე პაციენტია და ფრენა ესაჭიროება და რაღაცა, მათ არ შეუძლიათ ფრენის პერიოდში ესენი რეაგირება გაუკეთონ ამათ და ამის გამო ჩვენ მოვიძიეთ საქართველოში სასწრაფო დახმარება, მარიამობილი, ტაომედია, რომლის ხელმძღვანელიც არის ხალბატონი ნინო და ყავს ექთლები ასე უკვე რამოდენიმე ხანია ფუნქციონირებს ეს ტაომედია. მადლობა ამ ჩვენ ტაომედიას, მადლობა ზღოლსაგე, რომელიც ფოტოგრაფობას გიწევს, ნინო ექიმს, ხელმძღვანელს და თინა ექიმს. ამჯერად თინა ექიმი ამორიგე, აქვე აღვნიშნავ, რომ იყო რამოდენიმე შეკითხვა თქვენიდან, რომ სახელმწიფოა, კერძოა, თვითონ ვაქცინებენ პასუხს აგერი საუბრებენ ჩვენი ექიმი და ექთანი და ასევე ჰქონდათ შეკითხვა იმის თაობაზე, რომ ექთანი იგივე და ექიმი თუ იგივე ჩამოდიოდნენ ჩვენთან, მაგრამ როგორც ვიცით, იცვლებიან მორიგეობით, ამაზე თვითონ ისაუბრებენ ამ ყველაფერზე და ანუ იცოდეთ, რომ მათ ერთი არ არის ჩვენი ათნაფესა, უბრალოდ მოვიწია მე ეს თქვენ ჩემო კარგეულო, თქვენ ყავდეთ კარგად, თქვენ მინდა იყოთ, რომ შვიდობით ჩახვიდეთ საქართველოში და არ ვიყოთ აქ ჩვენი ის რა ქვია ბეზნების ხელში და ბეზნების ხელში არ გაიაროთ ის გასაჭირი, რა გასაჭირსაც აი ესენი ჩვენი ქართველების უკეთებენ რა, რო იტყვიან ესე რომ ვთქვათ და არ ეხმარებიან სათანადო ისე როგორც საჭიროა. სიტყვას მიცემ თინა ექიმო, როგორ შეგიძლიათ აი შემოვაბრუნებ და ესე დავილაპარაკებთ. მოგესალმებით, მე გახლავართ ტაომედის რეანიმატოლოგი, ამჟამად მორიგე ექიმი, რომელიც უკვე მეორე თვიმყოფები საბერძნეთში ძიმე პაციენტის გადმოსაყვანად. პირველი გადმოყვანა იყო წარმატებული, ის ხალბატონი კარგად ხსნობს თავს, ახლა შევეცდებით, რომ მეორეს ასეთივე წარმატებული და ჯამთელი და უნებელი ჩამოვიყვანოთ საქართველოში ხალბატონი. შეძლებს დაგვარად. დიდი მადლობა თინა ექიმო ჩამობძანებისთვის, დახმარებისთვის ჩვენი პაციენტების.